ოლიგარქი ივანიშვილის პრემიერის დღევანდელი განცხადება ტოვებს განცდას, რომ თავად კობახიძეც და ქართული ოცნებაც ამერიკის შეერთებული შტატებისგან უფრო მეტი სანქციის მოლოდინშია. ყოველ შემთხვევაში ისინი განცხადებებში ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან განცდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვის შანსი მაინც არის ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, თუმცა მათი განცხადებების მიღმა იკითხება სულ სხვა მოლოდინები დღეს. პრემიერმა ივანიშვილის პრემიერმა კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ჯო ვილსონის მიერ რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ გაკეთებული ეს განცხადებები მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ თითქოს ვიღაცებს, ანუ საქართველოში კონკრეტულ პირებს სურთ შექმნან განცდა, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება ის პოლიტიკა, რომელიც დღეს ამერიკის ხელისუფლებას აქვს. გარდა ამისა, კობახიძე ამტკიცებს, რომ ამერიკული სანქციებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა კობახიძემაც კარგად იცის, რას ნიშნავს გუშინ ჯო ვილსონის მიერ გაკეთებული განცხადებები და რას უნდა ელოდონ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. რეალურად მიზანიც ეს არის, იმიტომ გააქტიურეს კონკრეტულად რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ შექმნას ვიღაცა აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, ჩვენ თავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობების, რომლებიც არ არის დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრე პრაგმატული ნაბიჯები. რაც შეეხება დამარცხებულ, განადგურებულ, გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციას, მათთვის სასიკეთო არაფერი არ ხდება მერწმუნეთ. არაფერი არ ხდება, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დაალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. რომ შევაჯამოთ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საბოლოო ჯამში ქართული ოცნების 150 ინდივიდუალური პირია დასანქცირებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა სია სანქცირებული პირების აქედან მხოლოდ 45 პირის ვინაობა არის ჩვენთვის ცნობილი. დანარჩენებს ანონიმური ამერიკული სავიზო სანქციები აქვს დაწესებული. 45 იდენტიფიცირებულ პირებს შორის 8 არის ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსანი და თანამდებობის პირი, ანუ მინისტრები და მისი მოადგილეები, ასევე არიან 11 მოსამართლე და სანქციების სიაში არიან მოხვედრილი არალეგიტიმური მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები, ქართული ოცნების დეპუტატები, თანამოაზრეები, მოსამართლეები, პროპაგანდისტები, ბიზნესმენები და ის ბიზნესმენებიც, რომლებიც მხარს უჭერენ ქართულ ოცნებას და ასევე მათი ოჯახის წევრებიც. არსებობს მოლოდინი, რომ 150 პირით, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება სანქციების სია, რადგან არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმაც დაანონსა უფრო მეტი რეაგირება და უმკაცრესი ზომები ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. ძალიან აშკარად ჩანს, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ დასანქცირდნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის უკუსვლაში, პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე, წამებაზე, არჩევნების გაყალბებაზე და სხვა აი ამ ნეგატიურ პროცესებზე. ხომ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში სანქცირდებიან ადამიანები და არა ქვეყანა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დასანქცირდა 8 პოლიტიკური თანამდებობის პირი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, აქ არიან ასევე მოსამართლეები, რომლებიც წარმოადგენენ სისტემის ნაწილს და ნამდვილად არ უნდა განვიხილოთ სასამართლო როგორც რაღაცა განყენებული უწყება და შესაბამისად ამ სისტემის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი. აი ამ აქციებმა მოიტანეს ზუსტად აი ესეთი აქტიურობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და მე მგონია რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება. დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს ასანქცირებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ისინი იყენებენ ძალას საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, აჩერებენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. შესაბამისად, ქართული ოცნებაც ელოდება, რომ სანქციები გაგრძელდება, რადგან ამის მანიშნებელი ყველა ნიშანია ამერიკის შეერთებული შტატებისგან განცხადებებშიც კარგად ჩანს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ სანქციების პოლიტიკას არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ აუცილებლად გააგრძელებს.